war für die Hunderttausende der Kämpfer unendlich mehr. ჰიტლერი ძალიან საკამათო ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში. მან სახელი გაითქვა საკუთარი სპეციფიკური იდეალებითა და ქვეყნის მომავლის სხედვით. ამან გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის დაწყება, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. წარმოგიდგენთ უცნაურ და საინტერესო ფაქტებს ადოლფ ჰიტლერის შესახებ. პრობლემები პირად ცხოვრებაში. 1916 წელს ერთ-ერთი ბრძოლის დროს ჰიტლერი დაიჭრა მუცელში და 1 სათესლე დაკარგა. პრობლემებმა სქესობრივ ცხოვრებაში დიქტატორს მთელი ცხოვრება დაუნგრიეს. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა მან მთელი ევროპის დანგრევა. მოწევასთან ბრძოლა. 30-ან 40-იან წლებში ჰიტლერი აქტიურად ებრძოდა მოწევას. ამ გადაწყვეტილების მიღება მას აიძულა იმან, რომ ეს ჩვევა ეზიზღებოდა. ასევე იმ დროს მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ჩვევა იწვევდა ბევრ ონკოლოგიურ დაავადებას. კოკაინით მკურნალობა. 1944 წელს ადოლფ ჰიტლერის პირადმა ექიმმა თეოდორ მორელმა დაუნიშნა გერმანელ დიქტატორს კოკაინი. თავის დოზას ჰიტლერი იკეთებდა დღეღამეში ორჯერ ინჰალატორით. ასევე მას უმატებდა წვეთებს თვალებისთვის. კოკაინი ჰიტლერს დაუნიშნეს როგორც ტკივილ გამაყუჩებელი ცხვირისა და ყელის ტკივილის დროს. მაგრამ ამ პრეპარატს შეიძლებოდა უფრო საშინელი ეფექტი ჰქონოდა ვიდრე მის ავადმყოფობას. რამდენიმე ისტორიკოსის აზრით ამ პრეპარატმაც იქონია გავლენა მის გადაწყვეტილებებზე. პირველი სიყვარული. ცოტამ თუ იცის, რომ ადოლფ ჰიტლერის პირველი სიყვარული იყო ებრაელი სტეფანი ისააკი. მაგრამ ჰიტლერს არასოდეს ულაპარაკია მასთან. ჰიტლერის ერთ-ერთი მეგობარი ამტკიცებდა, რომ დიქტატორის მიზნებში შედიოდა ამ გოგონას მოტაცება და მასთან ერთად ხიდიდან გადახტომა. ომის შემდეგ გოგონამ ინტერვიუში თქვა, რომ არაფერი იცოდა ჰიტლერის გრძნობების შესახებ. შემბრალებელი ტირანი. მთელი ომის განმავლობაში ჰიტლერი ერთხელაც არ ყოფილა საკონცენტრაციო ბანაკში, რომლებიც მისი ბრძანებით აშენდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ მას არ შეეძლო ეყურებინა სიკვდილისთვის განწირული ამდენი ადამიანისთვის ერთად. ქალის ჰორმონები. ამერიკულ სპეცსამსახურებს განზრახული ჰქონდათ ჰიტლერის საჭმელში ქალის ჰორმონების ჩაყრა, რათა ის უფრო არააგრესიული და ქალური გამხდარიყო. ამ დროს ყველას უჩნდება კითხვა, თუ რატომ არ გააკეთეს ეს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ეფექტური იქნებოდა, მაგრამ ჰიტლერს დეგუსტატორი ჰყავდა, რომელიც ყველაფერს სინჯავდა, სანამ ჰიტლერამდე მივიდოდა სადილი. წლის ადამიანი. 1938 წელს ადოლფ ჰიტლერი ამერიკელებმა აღიარეს წლის ადამიანად, იმის გამო, რომ ის აქტიურად ავრცელებდა დემოკრატიას მთელს მსოფლიოში, ხოლო შემდეგ წელს ნობელის პრემიაზეც კი წარადგინეს. იმის გამო, რომ მან დაამყარა მშვიდობა ევროპაში. მაგრამ ჰიტლერმა თავის ჯილდო ვერ მიიღო, რადგან დაჯილდოების დროს ისევ იფეთქა კონფლიქტმა და ლაურეატების დაჯილდოება გადაიდო. გასაბერი თოჯინა. 1941 წელს ჰიტლერმა დანიელ ექიმ ოლინ ჰამუსენს დაავალა შეექმნა გასაბერი თოჯინა გალვანიზირებული პლასტიკისგან. ეს თოჯინა უნდა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი. ლიდერი დარწმუნებული იყო, რომ ეს თოჯინა აარიდებდა ჯარისკაცებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს. მაგრამ ეს პროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანეს, რადგან ქარხანა, რომელშიც ეს თოჯინები უნდა დაემზადებინათ, მოკავშირეებმა დაბომბეს. გადარჩენა. 1894 წლის იანვარს პატარა ბიჭი ჩავარდა მდინარეში და ჩაძირვა დაიწყო. ბიჭი შველას ითხოვდა. მისი ყვირილი ერთმა გამვლელმა მოზარდმა გაიგონა და ის გადაარჩინა. მომავალში გადამრჩენელი მღვდელი გახდა, ხოლო გადარჩენილი კი დიქტატორი, ადოლფ ჰიტლერი. გამოიწერე ანონიმური ფაქტები და იხილე ვიდეოები ყოველ დღე 3 საათზე. დღეისთვის კი სულ ეს იყო. ხვალამდე.